მაღალი რისკის სამხედრო ოპერაცია ამ ომის ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ ფაქტად იქცა. უკვე ამ ორშაბათის 2026 წლის 6 აპრილის პირველ საათებში ვაშინგტონი ზეიმობდა F-15S მეორე ეკიპაჟის წევრის გადარჩენას. ირანის თავზე ჩამოგდებული დონალდ ტრამპის მიერ პოლკოვნიკად აღწერილი ცოცხლად გამოიყვანეს მთიან რეგიონში თითქმის 2 დღის განმავლობაში მტრის ხაზებს მიღმა დამალული. ეს ეპიზოდი ზუსტად ასახავს იმას, რაც ყველაზე მძიმეა ამ კონფლიქტში. რაც მოხდა, იყო პირდაპირ და სერიოზული. პარასკევს 3 აპრილს F-15E ჩამოაგდეს ისპაჰანის პროვინციაში და ორივე ეკიპაჟის წევრი სხვადასხვა ადგილას კატაპულტირდა. ერთ-ერთი მათგანი პირველივე სამძებრო ოპერაციის დროს გადაარჩინეს, მეორე კი მტრის ტერიტორიაზე დარჩა იზოლირებული, დაჭრილი, მაშინ როცა ირანული ძალები და ადგილობრივი ქსელები მის ძებნას შეუდგნენ. ამის მნიშვნელობა უზარმაზარია. თუ ეს სამხედრო ტყვედ ჩავარდებოდა, თეირანი პოლიტიკურ და სამხედრო ტროფეის მოიპოვებდა ომის შუაგულში, რომელიც უკვე ზეწოლას ახდენს თეთრი სახლის იმიჯზე. სწორედ ამიტომ გახდა გადარჩენა უმაღლესი პრიორიტეტი დონალდ ტრამპისთვის, პენტაგონისთვის და შეერთებული შტატების სპეციალური დანაყოფებისთვის. ამ კრიზისის ცენტრში იყო ოფიცერი, რომელიც გაწვრთნილი იყო გადარჩენისთვის, გაქცევისთვის და წინააღმდეგობის გასაწევად. როიტერის ინფორმაციით მან მიიღო ტრავმა კოჭზე, დამალა თავი მთებში, ნაპრალში და შეძლო კონტაქტის დამყარება. ჯარისკაცებთან კონტაქტის დამყარება შეძლო. მთებში კონტაქტის დამყარება ნაპრალი, მეორე ნაპრალი. A operação entrou em outro. როიტერის ინფორმაციით მან კოჭზე ტრავმა მიიღო, მთებში, ნაპრალში დამალა თავი და ჯარისკაცებთან კონტაქტის დამყარება შეძლო. როიტერი, კოჭი, მთები, შეძლო როიტერი, კოჭი, მეორე ტრავმა კოჭზე, დამალა თავი, კონტაქტის დასამყარებლად ჯარისკაცებთან. როიტერის ინფორმაციით მან კოჭზე ტრავმა მიიღო, ნაპრალში დამალა თავი და ჯარისკაცებთან კონტაქტი დამყარა. როიტერი, ტრავმა კოჭზე, კოჭი, მთებში კონტაქტი. მეორე ინფორმაციით მან მიიღო ტრავმა კოჭზე მთებში. როიტერი, მეორე ინფორმაციით, როიტერის ცნობით მან მიიღო ტრავმა, დამალა თავი, კონტაქტი. როიტერი, ტრავმა კოჭზე, ჯარისკაცებთან. როიტერი, კოჭი, ნაპრალი, ჯარისკაცები. მეორე ინფორმაციით მან მიიღო ტრავმა, დამალა თავი მთებში, დამყარა კონტაქტი ჯარისკაცებთან. მეორე ინფორმაციით მან მიიღო ტრავმა, ჯარისკაცები. მან კოჭზე მიიღო ტრავმა, დამალა თავი ნაპრალში, ჯარისკაცები. მეორე ინფორმაციით, როიტერის ცნობით, მთებში იყო და შეძლო და სპეციალური ძალები. რატომ? რადგან ყოველი წუთი ზრდიდა დაჭერის, სიკვდილისა და სტრატეგიული დამცირების რისკს. თავად გადარჩენის ოპერაცია აღწერეს როგორც ომის ერთ-ერთი ყველაზე თამამი მოქმედება. ღამის საფარში დაახლოებით 100 სპეციალური ოპერაციების მებრძოლი ღრმად შევიდა ირანის ტერიტორიაზე, მიაღწია დაჭრილ სამხედროს და დაიწყო მისი გამოყვანა. მაგრამ მისია თითქმის ჩაიშალა ყველაზე კრიტიკულ მომენტში. ორივე MC ტიპის თვითმფრინავს ტექნიკური გაუმართავობა დაემართა და ვერ აფრინდა, რის გამოც ელიტური ჯარისკაცები რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ ირანში ჩარჩენის. გადაწყვეტილება მკაცრი და სწრაფი იყო. ახალი მცირე ზომის თვითმფრინავები გაგზავნეს, რათა ჯარისკაცები ტალღებად გამოეყვანათ, ხოლო დაზიანებული აპარატები ადგილზე გაანადგურეს, რომ გრძნობიარე ტექნოლოგია ირანელების ხელში არ აღმოჩენილიყო. სწორედ აქ იძენს ეს შემთხვევა ისტორიულ მნიშვნელობას. ეს უბრალოდ ევაკუაცია არ ყოფილა. ეს იყო ოპერაციული გამოყვანა, ოპერაციული კატასტროფის რისკის ქვეშ. ამ მოქმედებამ ვაშინგტონისთვის კიდევ ერთი არასასიამოვნო სიმართლე გამოავლინა. მიუხედავად ამერიკის მთელი უპირატესობისა, ირანი მაინც ახერხებს ზიანის მიყენებას, შეყოვნებას და შეტევის გართულებას. სწორედ რეიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საწყის საძიებო ოპერაციაში ორი Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენი ირანულმა ცეცხლმა დააზიანა, თუმცა მათ მაინც შეძლეს მტრის საჰაერო სივრციდან გამოსვლა. კრიზისის სხვა ეტაპზე A10 ტიპის თვითმფრინავი ქუვეითის თავზე დააზიანეს, რის გამოც პილოტს კატაპულტირება მოუწია. შეერთებულმა შტატებმა შეძლო სამხედრო პირის გადარჩენა, თუმცა სტრატეგიული ფასი კვლავ მაღალია. ამ დროისთვის კონფლიქტს უკვე 13 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა და 300-ზე მეტი დაიჭრა. გარდა ამისა, ირანის რეაგირების უნარი კვლავ შენარჩუნებულია. სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი? კიდევ უფრო საშიში სცენარისკენ. ეკიპაჟის წევრის გადარჩენა კრიზისს არ ასრულებს. ეს ხდება ჰორმუზის სრუტეზე ზეწოლის, ნავთობის ფასის ზრდისა და დონალდ ტრამპის ღია მუქარის ფონზე, რომ თუ ირანი არ დათმობს, ის შეტევებს გააფართოებს. საბოლოოდ, რაც ამ ეპიზოდმა ნათლად აჩვენა, არის ის, რომ შეერთებულ შტატებს კვლავაც აქვს უზარმაზარი სამხედრო შესაძლებლობა მოძებნოს, შევიდეს, იმოქმედოს ცეცხლის ქვეშ, გადაარჩინოს თავისი ხალხი და დატოვოს მტრული ტერიტორია, თუნდაც ყველაზე ექსტრემალურ პირობებში. ეს მოქმედება იყო არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ ძალის, მასშტაბის, ორგანიზებულობისა და საომარი ძალის დემონსტრირება. ეს არის პასუხი, რომლის შესრულებაც მსოფლიოს ძალიან ცოტა ქვეყანას შეუძლია, რაც კიდევ უფრო ამყარებს იმ წარმოდგენას, რომ ვაშინგტონს ჯერ კიდევ აქვს საომარი მანქანა, რომელიც მზად არის იმოქმედოს სიზუსტით, სისწრაფით და უზარმაზარი ეფექტით.